სახელმწიფო სტამბის დამაარსებლის, გამოჩენილი კანონმდებლისა და რეფორმატორის, მეფე ვახტანგ მე-6-ის დაბადებიდან წელს 350 წელი შესრულდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ამ თარიღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ვახტანგ მე-6-ის გაცემული საბუთები, ავტოგრაფები, ლექსთა კრებული, ხელნაწერები, პირველი ქართული სტამბის ძველნაბეჭდი წიგნები და მეფის სახელთან დაკავშირებული სხვა მრავალი დოკუმენტი. მეფე ვახტანგ მე-6-ის დაბადებიდან 350 წელი სრულდება წელს და ეროვნული არქივი, რომელიც დაწესებულება, რომელშიც უამრავი მასალა ინახება მეფე ვახტანგთან დაკავშირებული, რასაკვირველია, საგანგებო ღონისძიებით ხდება ამ იუბილეს. ეს არის მშვენიერი გამოფენა, რომელშიც წარმოდგენილია მასთან დაკავშირებული ხელნაწერები, ისტორიული საბუთების არქივო მასალა და ასე შემდეგ. ეროვნული არქივი ვახტანგ მე-6-ის 350 წლის იუბილეს გამოფენასთან ერთად მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციითაც გამოეხმაურა. სახელწოდებით არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, ტენდენციები და გამოწვევები. პროექტის ფარგლებში ცალკე სესია დაეთმო მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მე-10 საიუბილეო წელია, რაც ტარდება ჩვენი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, ტენდენციები და გამოწვევები. ტრადიციულად უამრავი მომხსენებელი გახლავთ. საგანგებო ადგილი კონფერენციაში დაეთმო და ერთი ძალიან დიდი სექცია დაეთმო მეფე ვახტანგ მე-6-თან დაკავშირებულ მოხსენებებს და ჩვენ ამ იუბილეს ამ კონფერენციითაც შევხვდით. კონფერენცია, რომელშიც 160-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს, მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევების წახალისებას, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის სიახლეების და გამოცდილების გაზიარებასა და ეროვნული არქივის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.